გამარჯობა მეგობრებო, უახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და კვარაცხელიას კომენტარი. რას ამბობენ პარიზულ კლუბში? ვიდეოს დაწყებამდე კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ამ თვეში კი მოდით ჩვენი მიზანი იყოს რომ ავიდეთ 101,000 გამომწერზე. ამიტომ თუ ამ ვიდეოს უყურებთ არხით ჯერ არ გაქვს გამოწერილი, ახლა ზუსტად ის მომენტია რომ შენი ერთი კლიკი ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. კვარაცხელიას გზა ბავშვობის ოცნებიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე უკვე საოცარ ისტორიას გავს. მისი პირველი მწვრთნელი იხსენებს, როგორ უნდა პატარა ხვიჩას რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი გამხდარიყო. დღეს კი მასზე უკვე ოქროს ბურთის კონტექსტში საუბრობენ. ამჯერად ხვიჩაზე ძალიან თბილად ისაუბრა მისმა ერთ-ერთმა პირველმა მწვრთნელმა ვლადიმერ კაკაშვილმა. მისი თქმით, როდესაც ხვიჩა დინამო თბილისის აკადემიაში გადავიდა, ოცნებობდა რომ კრიშტიანო რონალდუს მსგავსი ფეხბურთელი გამხდარიყო. დღეს კი მართალია კვარას უკვე თავისი უნიკალური სტილი აქვს, მაგრამ პროფესიონალიზმით, შრომით და ფეხბურთისადმი სიყვარულით კაკაშვილის აზრით მისი რონალდუსთან შედარება ნამდვილად შეიძლება. კაკაშვილმა აღნიშნა, რომ ხვიჩასთვის ფეხბურთი ბავშვობიდან ყველაფერი იყო და დღემდე თამაშით სიამოვნებას იღებს. მისივე თქმით, 4 წლის განმავლობაში რაც აკადემიაში კვარასთან მუშაობდა, არასდროს უნახავს, რომ ხვიჩას ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს. ხვიჩა ყველას უყვარს. იმედი მაქვს მას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას მივულოცავ და ასევე იმედი მაქვს, რომ ოქროს ბურთსაც მოიგებს. ის ამას იმსახურებს. პარი სენ-ჟერმენის საუკეთესო ფეხბურთელია, განაცხადა კაკაშვილმა. ხვიჩაზე ისაუბრა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრის უოდლმაც. უოდლის თქმით, კვარაცხელია ნაპოლიში ბრწყინვალე იყო და იქ უკვე აჩვენა, რომ შეუძლია მატჩებში განსხვავების შექმნა. პარიზში გადასვლის შემდეგ ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ცეცხლს ანთებს. მისი შეფასებით, კვარაცხელიას თამაშის ყურება სასიამოვნოა. ის კარგად მიიწევს წინ ბურთით, აქვს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი და თუ ოდესმე PSG გადაწყვეტს მის გაყიდვას, მისთვის უამრავი კლუბი იბრძოლებს. ასევე მან საინტერესო დეტალის თქვა. უოდლის აზრით, კვარაცხელია ისეთ კლუბს აირჩევს, რომელიც მის სტილს შეეფერება. ანუ გუნდს, რომელიც ანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რადგან თავად ხვიჩაც სწორედ ასეთი ფეხბურთელია. ამ ფონზე ბრიტანულმა გამოცემას კვავკამ ძალიან საინტერესო შედარება გააკეთა. არსენალის მომავალი გაძლიერების კონტექსტში გამოცემა მენტონი, გორდონი და კვარაცხელია შეადარა. როგორც იწერება, არსენალს შეტევის მარცხენა ფლანგზე გაძლიერება სჭირდება. ამ სეზონში იქ რამდენიმე ფეხბურთელი ვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე დამაჯერებელი არც ერთი არ ყოფილა. გორდონის პლუსი მარტივია, მას პრემიერ ლიგის გამოცდილება აქვს, ბევრს მუშაობს, პრესინგში აქტიურია და მიკელ არტეტასთვის საინტერესო პროფილის მოთამაშეა. მაგრამ ეს გამოცემა წერს, რომ იგივე შრომის უნარიანობით კვარაცხელიას გამოირჩევა. ის განაპირა მცველს ხშირად ეხმარება, ფლანგზე თამაშს ამწვავებს და თუ არსენალს რეალურად მასშტაბური გაძლიერება სურს, თავარი სამიზნე სწორედ PSG-ს ქართველი გარემარბი უნდა იყოს. გამოცემის აზრით PSG კვარაცხელიას თითქმის ხელშეუხებლად მიიჩნევს, ამიტომ მისი ტრანსფერი ძალიან რთული იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსენალმა ასეთ ფეხბურთელზე ფიქრი საერთოდ უნდა შეწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას PSG-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე კი მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა. თუმცა სასიამოვნოა, რომ ფინალის წინ კვარაცხელიას შესახებ არსენალში ასე აქტიურად საუბრობენ და მეტიც, მათ ქართველი ფეხბურთელის დამატებაც სურთ. ამ ყველაფრის ფონზე ფინალზე კომენტარი თავად ხვიჩამაც გააკეთა. უპირველეს ყოვლისა ბულოსავ არსენალს პრემიერ ლიგის მოგებას. მათ ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარეს. მათი დაცვა, ორგანიზებულობა და დისციპლინა იყო ის, რამაც ტიტული მოუტანა. ისინი რთულად გასატეხი გუნდია და მიკელ არტეტას მუშაობას პატევი უნდა ვცეთ. მაგრამ ეს პარი სენ-ჟერმენი სულ სხვა. ჩვენ ვუტევთ, ვიცავთ თავს, ვაპრესინგებთ, ვაკონტროლებთ თამაშს და შეგვიძლია მეტოქეს ბევრნაირად ვავნოთ. ჩვენ მყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედი წამებში შეუძლია გადაწყვიტონ და საკუთარი თავის ძალიან გვჩერა. მთელი მსოფლიო ჩვენგან ფინალის მოგებას ელის და სიმართლე რომ თქვენ ჩვენ საკუთარ თავს სწორედ ამას ვთხოვთ. არსენალი შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ აქამდე იმისათვის არ მოვსულვართ, რომ ფინალურ ბარიერზე გავჩერდეთ. ფინალში ისტორიის დასაწერად მივდივართ და გვჯერა, რომ თასი ჩვენთან ერთად წამოვა, განაცხადა ხვიჩა. ეს უკვე ძალიან თავდაჯერებული ქსავნილია. პატივის ემა მეტოქის მიმართ, მაგრამ ამავდროულად მკაფიო სიგნალი, რომ PSG ფინალში მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მიდის. ბოლოს კი ძალიან საინტერესო იყო ლუის ენრიკეს კომენტარიც. ჟურნალისტმა კითხა, როგორ მოახერხა PSG შეტევის თავიდან აწყობა მესის, ნეიმარისა და მბაპეს წასვლის შემდეგ. ენრიკეს პასუხი კი ძალიან პირდაპირი იყო. მისი თქმით, მესის, ნეიმარისა და მბაპეს PSG ნიჭით იყო სავსე, მაგრამ ფეხბურთი მხოლოდ სახელები არ არის. მისი აზრით, მთავარი ბალანსი, ურთიერთგაგება და კოლექტიური რიტმია.
ენრიკემ თქვა, რომ მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია და თავისი ინტელექტით გუნდის დონეს ყოველთვის ამაღლებდა, მაგრამ ნეიმართან და მბაპესთან დინამიკა განსხვავებული იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მბაპეს ბუნებრივად სურდა შეტევის მთავარი ფიგურა, გუნდის სახე და საუკეთესო ბომბარდირი ყოფილიყო. ახლა კი ენრიკეს აზრით ყველაფერი სხვაგვარადაა. დემბელე კვარაცხელია და დუე უფრო მეტ ბალანსს გვაძლევენ. პასუხისმგებლობა უკეთ არის გადანაწილებული. ისინი ერთმანეთისთვის თამაშობენ და პირველ რიგში გუნდისთვის შრომობენ. საქმე უკვე აღარ არის მხოლოდ უდიდესი ვარსკვლავების ყოლაში. თავარი არის გუნდის აშენება, რომელიც ერთიანი მექანიზმებით მუშაობს. და ალბათ სწორედ ეს არის დღევანდელი PSG-ს მთავარი ძალაც. პარიზელები აღარ არიან მხოლოდ სახელებზე აწყობილი გუნდი. ეს უკვე სისტემა, სადაც ყველა ფეხბურთელი ერთ იდეას ემსახურება: მოძრაობა, პრესინგი, ერთმანეთის დახმარება და მაქსიმალური ინტენსივობა. ამ სისტემაში კი კვარაცხელია უბრალოდ ერთ-ერთი შემტევი აღარ არის. ის გახდა ფეხბურთელი, რომელიც ამ გუნდს ბალანსსაც აძლევს, ხასიათსაც და იმ მომენტს, როცა მატჩი შეიძლება ერთმა მოქმედებამ შეცვალოს. სწორედ ამიტომ არის მის გარშემო ასეთი დიდი ყურადღება. ახლა კი ყველაფერი 30 მაისისკენ მიდის. ჰოლანდი თუ ხულიან ალვარესი, რა განაცხადა ლაპორტამ. ბარსას პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ დაადასტურა, რომ კლუბი ფინანსური ჭაობიდან ამოდის, რაც სატრანსფერო ბაზარზე მეტ თავისუფლებას ნიშნავს. თუმცა ლაპორტამ აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს ფულის დაუფიქრებლად ხარჯვას. მისი თქმით, ბარსა მხოლოდ აჟიოტაჟისთვის ფეხბურთელს არ იყიდის. ლაპორტას კითხეს ერლინგ ჰოლანდსა და ხულიან ალვარესზე, რაზეც მან თქვა, რომ ბარსას ნებისმიერი ტოპ ფეხბურთელის დამატება შეუძლია, მაგრამ ტრანსფერები მხოლოდ სპორტული საჭიროებით გაკეთდება. საბოლოოდ გადაწყვეტილებებს კი დეკუ და ჰანსი ფლიკი მიიღებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი ძალიან მალე გაიხსნება. პერეს ამას არ შევარჩენთ. რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება გრძელდება. ახლა კი გადავიდეთ ბარსასა და რეალს შორის გაჩაღებულ ახალ დაპირისპირებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ფლორენტინო პერესმა ხმაურიანი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბარსელონა პირდაპირ დაადანაშაულა. რეალის პრეზიდენტის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში კატალონიური კლუბი მსაჯებთან დაკავშირებულ სისტემაში იყო ჩართული, რის გამოც მისი აზრით რეალს ლა ლიგის მოგება უჭირდა. პერესმა აქცენტი ეგრეთ წოდებულ ნეგრეირას საქმეზეც გააკეთა და მათი განცხადებით რეალი ამ თემაზე 500 გვერდიან დოსიეს ამზადებს, რომელსაც UEFA-ს წარუდგენს. ამ განცხადებებს ბარსას პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ მკაცრად უპასუხა. ლაპორტას თქმით, პერესის პრესკონფერენცია უბრალოდ ფარსი იყო. თუმცა ამავე დროს კარგად გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯი. მისი აზრით, რეალის პრეზიდენტი ბარსაზე შეტევით ცდილობს, რომ გულშემატკივრების ყურადღება გადაიტანოს იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც მადრიდული კლუბი ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. მისი თქმით, თუ მადრიდში საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ როცა ამ პრობლემების დასაფარად ბარსას იყენებენ, კლუბი აუცილებლად რეაგირებას მოახდენს. ლაპორტამ ასევე თქვა, რომ რეალის მხრიდან ბარსას შესახებ სიცრუე გავრცელდა და ამის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებენ. ესპანურ ფეხბურთში კი დაძაბულობა ისევ იზრდება და როგორც ჩანს, ელ კლასიკო მხოლოდ მოედანზე აღარ მიმდინარეობს. ახლა ბრძოლა განცხადებებში, დოსიეებში და კლუბის დონეზეც ვრცელდება. ბოლოს კი მთავარი კითხვა ასეთია: თქვენი აზრით, პერესის განცხადებები რეალური ბრალდებებია თუ უბრალოდ რეალის წარუმატებელი სეზონიდან ყურადღების გადატანის მცდელობა? დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.